მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დღეს არის 170-ე დღე მე მგონი რა, ანუ თლად ბოლომდე არ მივედით. მაგრამ გადავწყვიტე რომ გავჩერდე რა. იმიტომ რომ ეს ბოლო პერიოდი არის უშუალოდ ამ ვიდეოების ჩაწერაზე. გამიჩნდა იცით როგორ შეგრძნება რომ თითქოს რაღაც ისე შეგრძნება მქონდა რომ თითქოს იყო დღეები, როდესაც უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვიღებდი ხოლმე ვიდეოებს და შესაბამისად არ მესიამონა ეგ შეგრძნება რა და მაგაზე ბევრი ვიფიქრე და მე მგონი დრო არის რომ უბრალოდ ეს ყველაფერი გავაჩერო, ოღონდ არ გიგონთ რომ ნებდებიანა, მე შემიძლია ისე რა თქმა უნდა რომ 365 დღის განმავლობაში ვიდეოს დადება ჩემთვის პრობლემა არ არის. უბრალოდ მინდა რომ უკეთესი ხარისხის ვიდეოები შემოგთავაზოთ. უბრალოდ მინდა რომ მთელი ეს შრომა არ იყოს ისეთი შრომა რა, აი ყველა ჩემს ვიდეოს ეტყობოდა ხოლმე, ვიღაცები ფიქრობდნენ რომ შრომა არ ჭირდებოდა. ხო და ეგ შრომა არ მინდა რომ ანუ რაღაც რო ვაკეთებ, ის კი არა მაქვს მუღამი რომ ვიღაც ყველა ხალხს ვანახო. უბრალოდ მე თვითონ ჩემ თავთან ვერ ხვდებოდი რომ ეს შრომა, აი ეს ენერგია რა დროც ამაზე მეხარჯებოდა, უფრო ხარისხიან ვიდეოებზე რომ დამეხარჯა, მაგ შემთხვევაში რას გავაკეთებდი. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ ცოტა ხანი გავჩერდე. ხო, ანუ შეიძლება რომ კვირაში ერთხელ მსგავსი ტიპის ვიდეოები ისევ გავაგრძელო ჯერჯერობით, სანამ უფრო არ ჩამომიყალიბდება შეხედულება იმაზე თუ როგორი კარგი ვიდეო გადავიღო რა. ხო და ამას სპეციალურად დებო ახლა 12-ს რომ 1 წუთი აკლია რომ ვინმე ვიღაცებს ეგონათ რომ აი დღე გადაცდა, მაგრამ არა. ანუ მე არ მაქვს ის რა. ანუ მართლა გეუბნებით რა, ძალიან მიყვარხართ ყველანი, თქვენთან კომუნიკაცია ჩემ მხრიდან ამდენი დღის განმავლობაში, იცით რომ ანუ შეიძლება ბევრი არ ახართ, მაგრამ ნუ ეს ხალხი ხართ, ვისაც მე პატივს გცემთ და ვინც მე პატივს გცემს და ესე ყოველდღიურად ხედვართ და რაღაცებზე ვსაუბრობთ რა. ეს ვიდეოები რა თქმა უნდა აქ დარჩება, არ ვაპირებ ამის გაქრობას და რომელიღაცა არა კომპეტენტური კი არა და არა საკმარისად თვითშეფასებაზიანი, მაიცა? საკმარისად კარგი თვითშეფასება რო არ აქვს ადამიანს, ეგეთი ადამიანებით არ მოვიქცევი, ეგეთი იუთუბერები ხო არსებობენ, რომ რაღაცებს ნახوار ვარ აქვს, აკრობენ რა და მე არ მაქვს მაგაზე პრეტენზია, არც პრობლემა. იყოს რაც არის, ეგ ნახვები, ეგ იყო იმაზე, ანუ მე რა ვიდეოებსაც ვიღებდი, მაგას რო ქონდა და უშუალოდ 1000 ნახვა და 200 ნახვა და 500 ნახვა, ჩათვალეთ რომ 100 მაგდენი მაინც უნდა ქონდა უფრო მეტი ეფორტი რო ჩამედო. ხო და ანუ წამით არ მიფიქრია იმაზე რომ აი ჩემი შრომა არაფერს არ შვება. მაგრამ ბოლო პერიოდი დავფიქრდი იმაზე რომ არაფერს არ შვება კი არა, უკეთეს რატო არ შვები. ხო და აქედან გამომდინარე ძალიან მალე დავბრუნდები ამ არხზე, რა თქმა უნდა, ისევ აქ ვიქნები, უფრო საინტერესო ვიდეოებს გადავიღებ, უფრო საინტერესო რაღაცებს გავაკეთებ. შევეცდები ყოველ შემთხვევაში რომ უფრო საინტერესო გავაკეთო, ვიღაცებისთვის შეიძლება არ იყოს უფრო საინტერესო, მაგრამ უმეტესობისთვის ვფიქრობ რომ უფრო საინტერესო იქნება რაც გავაკეთებ. პატარ-პატარა რაღაცებსაც შემოგაპარებთ ხოლმე, რაღაც რეაქტს რამე ისეთ თუ გაიჩნდა რა, კარგი დასარეაქტებელია, უცლებად დავარეაქტებ რა, ანუ არ გეგონთ რომ ნებდები რა, ანუ ეგ არ მინდა რომ იფიქროთ რა, იმ უმეტესობას ვეუბნები, ვინც ყოველდღიურად უყურებდა ჩემს ვიდეოებს, ანუ მე არ ვნებდები ვაფშე. პროსტა ვფიქრობ რომ ახალი ეტაპის დრო არის რა. იმიტომ რომ ეს ენერგია, ჩემი ენერგია და ჩემი შრომა ბევრ გადავანაწილებ, ბევრ რაღაცაზე იმდენად, რომ სხვა რაღაცაც კარგად ვაკეთო და ესეც კარგად ვაკეთო და შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ისე კარგად ვერ გავაკეთე, როგორც მე მინდოდა და აქედან გამომდინარე მირჩევნია, რომ ერთ რაღაცაზე კონცენტრირდე და 1000 საქმეს არ მოვედო. და მე გპირდებით, რომ ძალიან მაგრად დავბრუნდებით. ნუ ახალი წლიდან უფრო რა, ანუ ახალ წლამდე მაინც გავაგრძელებ დაახლოებით იგივე სტილის ვიდეოებს, უბრალოდ უფრო იშვიათად რა, იმიტომ რომ სალაპარაკო თემა თუ არ დაგიგროვდა ადამიანს, ხო, ესე აქტუალურ თემებზე ვერ ისაუბრებ ყოველდღიურად რა, ხო ხვდებით, იმიტომ რომ არ არის აქტუალური თემები, ძირითადად ერთ და იგივეა და ერთ და იგივეს ლაპარაკი და ერთ და იგივეს მოსმენა თქვენ რო არ გინდათ, მე არ მინდა რომ ერთ და იგივეზე ვისაუბრო და მან გამომდინარე გადავწყვიტე რომ ასე მოვქცეულიყავი. ხო. ძალიან მიყვარხართ ხალხო. არსად არ წავა.
ყოველთვის თქვენთან ვიქნები, ყოველთვის თვალში გაგეჭხირებით, არ გეგონოთ რომ მე რაღაცა მივატოვებთ. მაგრამ მაგას გავაკეთებ რა, ეგრე ჯობია, მე მგონი. ხო და რა ვიცი, ჯერ სანამ დღე არ გაფუჭდება იქიდან გამომდინარე, შეიძლება რა, ან კომენტარები დაწერთ და იმის მიხედვით კიდე რაღაცებს მივხვდები, რომელი ვარიანტი შეიძლება ჯობდეს რა. იქნება და ისევ ჯობია რომ გავაგრძელო, მაგრამ აი ვიღაცები ვინც ხართ, კომენტარები დამიწერთ, რომ აი მივხვდე რა შეიძლება უფრო მეტად გინდოდეთ რა. მე ვფიქრობ, რომ ახალი ეტაპის დროა უბრალოდ რა, იმიტომ რომ ამ ეტაპს საკმარისი ენერგია რო დავახარჯე, ისეთი კარგი ვერ გავაკეთე, როგორც მე მინდოდა რომ ყოფილიყო. და აი ეგ არის ერთადერთი პრობლემა, რის გამოც გადავწყვეტე, რომ მოდი ჯობია გავჩერდეთ ხო რა. და მე მგონი მართალი ვარ. ნუ ძირთად როგორც ყველა ადამიანი მეც ვფიქრობ, რომ ძირთად მართალი ვარ, მაგრამ მაინც. ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდი მადლობა, ვინც ყოველდღიურად მიყურებდით. ეს თავგადასავალი აქ ასე არ მორჩება აუცილებლად. და იმასაც გვირდებით, რომ მივალ მე რაღაცა იმ ეტაპზე. როდესაც ყოველდღიურად შემეძლება ასეთი ვიღაცებისთვის effortless ვიდეოები კი არა. ძალიან მაგარი ვიდეოები დავდო ყოველდღიურად ზუსტად იგივე შეცდომების გარეშე, რომლებიც ამ ბოლო 170 დღეში გამოვიარეთ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა, მიყვარხართ, კოცნით და მაინც კომენტარებში გამაგებინეთ როგორ გირჩევნიათ თქვენ. იმიტომ რომ უნდა იცოდეთ რომ მე ამ ყველაფერს ვაკეთებ თქვენთვის, ჩემი თავისთვისაც ვაკეთებ რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვერ მივიღებ სიამოვნებას თუ თქვენ რაღაცა სარგებელი არ მიიღეთ. მე ვფიქრობ რომ როგორც მინიმუმ თუ სიამოვნება ვერ მიიღო ხალხმა ჩემი საუბრის მოსმენის, როგორც მინიმუმ სარგებელი მაინც შეიძლება მიიღოს სამომავლოდ, იმიტომ რომ კარგი იდეოლოგიის რაღაცებს ვსაუბრობ და ჩემი პირადი მოსაზრებაა ეს ყველაფერი. შეიძლება ცდებოდე, შეიძლება მეთანხმებოდეს ვიღაც, შეიძლება არ მეთანხმებოდეს, ეს პრობლემა არ არის. მაგრამ აი ხო, ეგ მოვედით. კოცნით